მთავარი რაც რაგბიში ფასობს დღეს არის რაც ვახსენე ემოციური ინტენსიურობა რა ამის დაჭერა თუ შეგიძლია ხარ ძალიან მაგარი ეს რას ნიშნავს როცა ფიზიკურობის ტემპერატურა იწევს თამაშზე შენი ემოციები უფრო მყიფე ხდება აი ემოციები როცა მყიფე ხდება მე აკეთებ ცოტა ისეთ რაღაცებს რაც არ უნდა აკეთებ რომ თამაშგარის ხას აღარ აკონტროლებ იქ ზედმეტად შედიხარ რაგში ანუ შენი დისციპლინა ირღვევა ემოციურობას აი ჩვენი თავი პრობლემა არის ეგ აი ძალიან მაგარი თამაში უნდა გავიხსენო ეხლა რა საქართველოს იტალია ბათუმში როცა მოვუგეთ პირველი ტაიმი დროზე დამთავრდა მან თორე აი ჩვენი მოთამაშეები იყვნენ ემოციურად ვიღაცა მოკლავდნენ დანას გაუყრი ისეთ ემოციურ მდგომარეობაში ვიყავით რა ამიტომ აი მთელი ქართული რაგბის დიდი 10-ის ბავშვების აი ამაზე უნდა ვიმუშაოთ რომ ემოციური ინტენსივობა არ იყოს ჩვენთვის აი დამაქცე აი სტადიონზე რა ხდება იცი ნებათაღელვა ეს ძალიან კაია მაგრამ მოთამაშეები უნდა აკონტროლებდნენ თავს რა